დრენაჟის რომელი ტიპები არსებობს მიწის ნაკვეთზე? თუ თქვენს ნაკვეთზე წყალი გროვდება, მხოლოდ წყალარიდების გაკეთება არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია სწორად შეირჩეს დრენაჟის სისტემის ტიპი. ძირითადი ტიპებია: პერიმეტრული დრენაჟი იცავს სახლის საძირკველს მიწისქვეშა წყლებისგან და ტენისგან. ხაზოვანი დრენაჟი აგროვებს წვიმისა და დნობის წყალს ზედაპირიდან და გადააქვს წყალმიმღებში. წერტილოვანი დრენაჟი გამოიყენება წყლის შესაგროვლებლად კონკრეტულ ადგილებში, მაგალითად, წყალსადენის გამოსასვლელებთან. და ასევე არსებობს ეგრეთ წოდებული ნაძვის ხის დრენაჟი. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სისტემაა დიდი ნაკვეთებისთვის. როგორ მუშაობს ეს ნაძვის ხის სადრენაჟო სისტემა? ცენტრში ეწყობა მთავარი სადრენაჟე მილი, ხოლო ორივე მხრიდან მას უერთდება რამდენიმე გვერდითი მილი კუთხით, დაახლოებით 45 გრადუსით. გარეგნულად ეს ნაძვის ხეს გავს, სწორედ ამიტომ ჰქვია ასე. ეს სისტემა წყალს აგროვებს მთელი ნაკვეთიდან და სწრაფად მიმართავს მთავარ კოლექტორში ან სადრენაჟო ჭაში. შედეგად წყალი არ ჩერდება, ნიადაგი არ იტბორება და ტერიტორია უფრო სწრაფად შრება. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სისტემა სწორედ იყოს დაპროექტებული. დაცული უნდა იყოს მილების დახრა, გამოყენებული იყოს გეოტექსტილი, სწორი ფრაქციის ხრეში და ხარისხიანი პერფორირებული მილები. ამ ელემენტებიდან რომელიმეს არასწორმა არჩევამ შეიძლება რამდენიმე წელიწადში მთელი სისტემა გაუმართავი გახადოს. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს როგორც ერთჯერადი კონსულტაცია, ასევე შეგვიძლია ვაწარმოოთ თქვენი ობიექტის სრული ტექნიკური ხარისხის კონტროლი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, აქ ვსაუბრობთ მშენებლობაზე მარტივი ენით.